მოგესალმებით მეგობრებო და განახლდა ჩვენი მეტკასტი ბატონო დავით შენგენაც სვალოს ჩემი შენ გაიხარე ბუჩკი თუ ხუბახო ბუჩკი მაშინ მოკლედ მეგობრებო ჩვენთან სტუმრად არის ყველასთვის კარგად ნაცნობი და დიადი დრიფტერი და ჩვენ ვართ ეხა ბათუმში ულამაზეს და უსაყვარლეს ადგილას ძალიან მაგარი ამინდი დაგვახვედრა ვახომ ძალიან მაგარი ადგილას ვართ და თოჯინების თიაც უნდა გადავხადოთ ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ აქ შეიძლება რაღაცები იყოს და არ არის. მე მაგას მე ვილაპარაკო. ლელა ხო რაღაცები დაიმოწმა. მოკლედ ყველაზე მეტად მე რაც მაინტერესებს და რაც მინდა რომ გავიგო გამოვშვათ პირველი კითხვა მაქვს მე. ხო შეიძლება რომ მე დავსვა ბატონო დავით. რა თქმა უნდა. პირველი კითხვა მაქვს ესეთი სახელი ბუჩქი საიდან წამოვიდა? ბავშვობიდან წამოვიდა სახელი ბუჩქი და დაკავშირებულია თმასთან, იმიტომ რომ ხუჭუჭა თმა მაქვს ეს უსწრაფო ერთმა ნანახი. ნუ არა, ბავშვობაში ხონდა ძალიან დიდი ესე მეზდებოდა და სულ გვალოთ ხო და მართლა დიდი ესე ბავშვობიდან მაგედან არა და პირველად რომ მივედი შეჯიბზე დავნახე რა ბუჩქის სიარული ბუჩქი ბიჭო და ანუ უყურებ ანუ ბუჩქი რატო ქვია ვერ მივხვდი ვერანაირად რა მაშინას არ ქონდათ მაგრამ ვერ დავიმაგრე ვერსად ედება ყველა ეხაც რომ დააკვირდეთ SMS ზემოთ მეზდება რა ქვემოთ და ამაზე დიდი თმა არ მაქვს შენზე და ვერგი რა ბუჩქი რა არა ეხა მაგას ავერდი რაღაცა თინეიჯერობის ყოში აღარ მისორდება მაგრამ ეგრე მქონდა კაი ისტორია მე 11 წელი მქონდა გზელი თმა გზელი წვერი და სამწუხაროდ თმებმა მოიკლო მეგრე მაგრამ სხვა რა გაიზარდა მეგობრებო ის არ იგულისხმეა ზო არა მე იგულისხმე როგორ გეგინეს მოკლედ გიპი არ იგულისხმება ამ ყველაფერში მეორე კითხვა ისევ ჩემი პირველი მანქანა რა იყო და ანუ ეტაპობრივად მინდა მოვიყვე სანამ მანქანაზე მიყვალ ჯერ ტარება რა მანქანაზე ისწავლე მე მაინტერესებს პირველი მანქანა რა იყო სადაც ტარება ისწავლე პირველი მანქანა რაზეც დავჯექი ავატარე ჩემი და 124 იყო მერსედეს რა ხუთი და ეს პირველად ხო მექანიკა იყო თან 124 რაღაც ბენზინი მახსოვს მეორე მანქანა რა იყო ანუ უბრალოდ შენი მანქანა რა იყო ჩემი პირველი 18 წლის ასაკში 34 იყო 525 34 მეც ეგრე დავიწყე ჩემი პირველი მანქანა 525 აი მანქანა მყავდა მე ვინ შეიძლება ფოტოც გაგიწვა ანუ იმ პაკეტი იყო M5-ის დისკებზე და ხო იცი მაშინ თან წარმოიდგინე როდის გეუნები ჩვენ ბავშვობაში ის ფერი იყო აი M5-ის ის ფერი აუ მე ისე მომენტს დაუბრუნდები ტარება პირველად რო გაატარე ავტომობილი მაშინ რა მანქანა გევასებოდა აი რა სიყოლიები რაზე უცხო ყველა რასაც პედალი რული და მაშინ ქონდა კულისა არა რაღაც ეს არ ყავდა ბიჭო არა რო BMW ყოველთვის მიზიდავდა სიმართლე იმ პერიოდში არ იყო ეგრე მე მგონი რომ მარშრუტითაც მივიდი და მე სატვირთოდი და აი ადამიანს რო უყარს მანქანის მართვა და სიარული ყოფილიყო რა ეს მეორე მიგეცა რა არა ხო ტარება ისე ვისწავლე აი მართლა იმდენად მაინტერესებდა და სულ ესე ფეხებზე და იმაზე უყურებდი ყველაც ვინც ატარებდა სადაც არ უნდა მოხვედრილიყავი პირველად რო გავატარე არ დამიჯერეს რომ პირველად ვიჯექი რა სანამ დავიწყე ერთი კითხვა მაქვს და რატომღაც ჩემი გულის ტკივილია ეგ ყველაფერი სიმულაციით დადიხარ ანუ სიმულატორით სიმულატორით დადიხარ როგორც აი ისე ვერა ვერას დროს ვერ გავატარე აი ვერას დროს ვერ გავატარე ანუ მანდაც ისა ეხა მიჩვევა გინდა უნდა გააკეთო კარგი ნასტოიკა ისე ვთქვათ იქ რომ რეალობასთან ახლოს იყოს და მე შესაძლებელია მე საერთოდ ვერ დავდივარ იმიტომ რომ არ შეხვედრია კარგი დარეგულირებული მართვა რა ან შეხვდა და გაატარე მე ვერას დროს ნო სიმულაციასთან ძალიან შევწავარ მაბატი მე კაი ხო რა დროს სიმულატორია კაცო დაუბრუნდეთ ახლა 34-იო მოკლედ და 25 მაშინ სადე პირველი დრიფტი შენი დონატები და რამე იასნა ბლოგერებას ვარ მოდა თეორიულად იმდენად მაგრად ვიცოდი როდის რა და რაღაცები ხო ანუ პირველივე მანქანა რო ვიყიდე პირველივე დღეს პირობითად აი წლიულზე სრიალი შემეძლო რა მაგარია ხო ხვდები და მაგის კონტროლი ამ YouTube და რამე ალბათ თუ მაშინ არ იყო რომელი წელს საუბრობთ იყო როგორ არის წელს საუბრობთ და გეტყვი ანუ 18 წლის ვიყავი რა ანუ ამდენად 14 წლის 2010 ხო მე 2010-ში ავიღე სხვადასხვა სპორტის სპონსორი ხო მე სპორტოლები ვარ ალბათ მე ცოტა იქ ხო 92-იანი ვარ 11-იანი ვარ მე ფაქტიურად 92 დეკემბერში ვარ აი პირველი იყო 36 34-ის მერე იყო 328 36
რომელიც ვიყიდე ბერლინში, პაკეტი 95-იანი ძალიან მოტორსპორტებზე იდგა, ძალიან ლურჯი ხო არის? შავი იყო, არა, შავი იყო, სედანი იყო თან, მე სედანი მე მახსოვს ეგ. და შესახთან ეყედა 2 იანვარს მაგმანქანით ისე დავილეწე, რომ ანუ განმავლობაში დამტრეული მანქანა და მე ფოტოებს გაჩვენებთ როგორ დავილეწე. ანუ ბედობას დაილეწე. აბსოლუტურად არაფერი და გადავდი მანქანი და როგორ დავილეწე, იცი, აი სკოლების და რაღაც კოლეჯების წინ რომ მოვაჯირებია ეს სტრუბებით ხო იცით, მილები რო გადასაზეს ჯდებით ხოლმე და რაღაცებს წესდა. აი მოკლედ ისე მოხდა რომ აი ეგ ტრუბა კაპოტში მომხვდა, რა სპორტკა გამიგლიჯა, ანუ ესე ჩემი პრიბორი სალონში გამოხედქა, რული მოგლიჯა. მე ნუ ისე მოხდა, არა. მე მგონი რომ რაღაც ისტორია არის, რაღაცა. არა, გეტყვი, ეხლა წარმოიდგინე, მე ანუ ინერციით გადავარდნილი ვარ ყულისისკენ, ამას ანუ მაგ წავში ხდება ეგ ამბავი. ხო და ეგ მილი ესე ნეკნებზე გამკრა, ჩემი სიდენია გადატეხა, უკანა სიდენია გავხვიტა და ბაგაჟნიკი გააღო და გამოვიდა, ბრო. რა სიდა? სიშხარით მედიოდი სადრა. ერთი 100 ტენე რაღაცა მანქანას და თან მაგას შევასკდი რა, ანუ მეორე გაწეული. ანუ სასწაულია რა. ანუ მე 5 ნეკნი დამეშნა, 2 ფილმში გამეყარა, ანუ მაგრამ ჩემი ამოძვერი, მაგრამ ფელს რო დავდექი ეგრევე დამკეცა ტკივილმა მერე რა. ამ სიმართლე რო გითხრათ, აი მილსა და კულისას შორის აი ამ ხელა ადგილი იყო და ამაში ვიყავი ჩატენილი რა, წარმოიდგინე დაპრესილი ვიყავი და სიმწრით ესე გავსწორდი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ამოვიდო და ამოვედი ხო ხდები, მაგრამ მაგის ფოტოებსაც გაჩვენებ, მაგ დაჟე მე ტელეფონში უნდა მქონდეს სადღაც. ამიტომ ქუჩაში გაზავნა. ხო, ნუ ძალიან ქალაქში გაზავნა. მე ვამბობ პერიოდს, როცა ქალაქში რავი რამოდენიმე მანქანა დადიოდა და იმიტომ რომ მოდი მაგასაც შევეხოთ. რეკივით მქონდა ქალაქი, ანუ თავისუფალი. ეხა ვართ ბათუმში. კი. ბათუმში ტრეკზე ბუჩქისთან ერთად ერთხელვანაყოფი მოტოთი. და მაგას უტრეკი ერქვა. არტად რომ. ხო, მეც ვაყოფ. ხო. წყვილთან ანუ უბრალოდ მაინტერესებს ტრეკი არ გაქვს. არა. ისეთი დრო გაქვს გასატარებელი, რომ სავარჯიშოთაც ვერ ჩამოდიხარ თბილისში. ენა ნუ ცულია ეხა. ხო. შევეხები ხა ძალიან ისეთ კარგ ამბავს. და კონკურენციას უწევ ადამიანებს, რომელიც ტრეკზე არიან ჭალებში გასდები. ნუ დღემდე როგორ ხდება? ანუ როგორ ხდება? ქუჩის გარშე ეგ ვერ ხდება. ნუ თავისავად ხო, ანუ თავიდან დავიწყე, მაგ ყველა ავტომობილი ჩათვალე რაც ვის. მაგრამ ეგ ცუდია, ეგ მეგობრებო, ყველა ვიცოდეთ პატარებმა. მაშინ სხვა დრო იყო რა, მოდი ესე დავარქვათ რა, მაგრამ ბავს, იმიტომ რომ სხვა საშუალებაც არ იყო და შესაძლებლობაც ქალაქში იყო, იმიტომ რომ აი გარე უბნებში იშვიათად რა მანქანები არ მოძრაობდა რა, ანუ იყო ისე რომ ასფალტის კარგი საფარი, კარგი მოსახვევები თქონდა და თავისუფალი რა, ანუ გახედავდი ჰორიზონტზე არ ჩანდა არავინ, ჩათვალეთ ტრეკი ქონდა ქალაქში. ხო, მაგრამ მაინც მაგარი შედეგია რა, ანუ ესე ჩამოხვიდე, არ გაქვს ტრეკზე ნასიორლები, ეს შედეგია, ეს ნუ კი, მაგრამ ხო, მაგაზე რა შემიძლია წავიტრავა ხო. არა, ეგ შეგიძლია არა, ეგ ყველა ვიცით. ანუ ეგ ყველა ვიცით, მაგაზე ტრაბახის არ არის საჭირო რა. პირველი შეჯიბრი. ანუ პირველი შეჯიბრი. დრიფტი იყო ხო, ბათუმში. ტარდებოდა ბლექსი რაღაცა კაფრა რა. ისე ტარდებოდა. ისე ტარდებოდა რა. ბათუმის ფედერაციაში. კი, საკაჭაჭე ფედერაციაში. დავდიოდი თქო. ის წყვილთარბოლა იყო და ხო მაგაზე კი ვთქვით და გავიმეორებ, რომ საბაზისო ძალიან კაი იყო. ანუ რეაქციაში ძალიან მომეხმარა და ხედვაში მაგ მანქანის გაბარიტების რაღაცა შემიჩვევაში ძალიან რა წყვილთარბოლა ძალიან. წყვილთარბოლის ყოლა გავლილი და მაგითო მაგარი დრიფტერი, კაი. წყვილთარბოლებს დავდიოდი. ანუ მაგიდან მივხვდით, რომ თურმე რაღაცა შეგვიძლია ავტოსპორტში მიდით სადე რა, ეგეც კონდი იყოს გარემოსი. სწორადაც აქ ნასიორლები რაღაც პერიოდში. ეს როდესაც როგორ ხარია იმას, აი, როგორ ხარია, რომ ფარმის კითხვა დავუსვე, რო გინდა და რომ დაეცვა რა. ეხლა 36 თუ 40, აი, ელი გზა მაგას ლაპარაკობს. ზუსტად ყოფრო მაგარი მანქანა. ხომათი ხავი, 46 მაგაზე მე ძალიან კაი პასუხი და 46 უფრო კაია. ანუ მე სიმართლეს გეტყვით რა, ანუ ხო, თორე აქედანაც მაგაზი ლაპარაკებს რო წავალ. ანუ ჩემთვის ორივე ერთია რა. აი, რომელი არის შუალათითი? ანუ 36 არის ცოტათი ცოტათი ჩატე, უფრო ძველი კლასიკური ტიპი და 46 აი ცოტა
old school-ით შენარჩუნებულია და თანამედროვეობაც არის როგორც ვიზუალურად, ასევე ტარების ხრევ, ასევე სავალში. სავალი ნაწილი იმენეტრეია. ვიზუალურად რა თქმა უნდა მე 46 მირჩენია. ვიზუალურად სასოფლო ეს მეტად. ვასალამ ალეიქუმ. ანუ M3 რომ დამიყერო ეხა 46 და 36, რა თქმა უნდა 46 მირჩენია. რა თქმა უნდა 92 დავიღებ. ხო. რა პრობლემა? 92 მირჩენია 30. 30 მინიმუმ ფასით უნდა გერჩინოს. მითუმიტი. რა ხარ ჩემი მაშინა არ მყავდა ბიჭო. ეს არის იქამდე სანამ 18 წლის გავხდებოდი ჩემი მეყოლებოდა. მეგობრიც ძირითადად 36-ებით მონაწილეობდი მაინც. მაშინ ან სხვა კუზა ვარ იყო. ანუ იყო მეხუთე სერიები და რაღაცები და იაპონურები მაშინ უფრო იყო ვიდრე ეხლა. მაგრამ ხალხი მაინც 36 სრიალებდა რო იცი. ხო, ანუ მაშინ რავი სელიკა ჩემ მეგობრს სელიკაც ყავდა პრელუდი ვიტეკი, ტაიპერები, რავი იყო რა იაპონელები იყო რა. უკანა სკაილაინები იყო სერიოზულად. ფათაშოს მე ბათუმში არ მახსოვს სკაილაინები და რაღაცა. იყო ჩემ მეგობრს ყავდა მონტაჟი უწურმენ. დრიფტში როდის გადაწყვიტე? რამ გადაგაწყვეტინა დრიფტში მოსვლა? ხო და აი გეტყვი ახლა აი რო ვამბობდი რაღაცა ძირითადად რო იცოდეთ მეგობრებო მესამე სერია ყოველთვის BMW-ს ყველაზე სპორტული ხაზია და რა თქმა უნდა ავტოსპორტისთვის ყველაზე კარგია პირველი მეორე სერიების მერე შემოუერთდა რა თქმა უნდა ის ცოტათ კიდევ პირველ სერიაზე მერე გადავა. აქედან გამომდინარე ანუ ამ წყვილთარ ბოლაში რა მემართება ანუ დროის დაკარგვა ხო იცი არ გინდა აი როგორც კი მოგისრიალდება სულ გასწორებას და ბიჭო იმდენად რაღაც მომენტში იმდენად მოვიხიბლე, იმიტომ რომ ხო იყო ესე ფიშკები ხოლმე 360 გრადუსი უნდა დაგერტყა, წასულიყავ. აი მანდ ეხა რუჩნიკი თოვ და უცებ ხელი გავარდა. 360-ი გახსოვდა და მოგწონდა. ყველაზე მეტად ინტუიტიურ ვოლიდა. ისე ხო, ისე მევასებოდა. ეგ მომენტი რომ მეთქი ერთი, მოდი შეჯურის გარეშე მეორე ფიშკაც დადეთ მან. ვაუ, 100 ორგო. ამაგარიო, რიანი მაპატიეთ. ხო. ანუ ესე რაღაცები ხო ხდები მე იქ აი რა თქმა გზის ერთი კიდიდან მეორეში რომ თან რა იყო ეხა ძალიან დიდი გზები ბათუმში ისედაც არ გვაქვს რა და რაც გქონდა ეხა განიერი გზა მან ხო იცი ესე სულ გადაწყობებით თავიდან წრიულიდან წრიულამდე დავდიოდით და ვირთოდ მე მაგრა ჩქარდებოდა წრიულიდან წრიულამდე რო იცოდე 10 კილომეტრია კი მაგას მართლა აი რაგბი სტადიონიდან თუ იცი რომ იუსტიციდან რაგბის მოდის მაგას თითქმის ყველას დავდიოდით ესე რა დღეს რო ვეძებდით გახსოვს ლარიან სამრეცხავა ხო აი მაგას კი ეგ ხო გადაობ ძალიან ხო მაშინ და თან რა მჭირდა იცი მაშინ მეორეთი რო ეს მეორე სიჩქარე ცრიალებდი ხანდახან ანუ სულ რედლაინზე იდგა და სწორდებოდა ანუ მესამეც უნდა მესამე რომ უნდა და კიდევ უფრო საინტერესო იყო რომ მე ეგ ზალა არ ყოფნიდა და მოკლედა ვერ რაღაცა მასწავლა ნუ წყვილთან მასწავლა ის რომ აი დრიფტი მე დაუგუგლე ანუ მე გავიგე რომ მე რასაც შევედი და მანქანაზე მომწონდა მაგას დრიფტი ერქვა ანუ თურმე იყო რაღაც და მე ხო ხტები შევყევი ნუ ეხა თუნდა რა დრიფტი კი ვიცოდი ისე ზოგადად ეხა ვაბუქებ ცოტა მაგრამ მაგრამ პირველი დრიფტი სად იყო 2014 წელი იყო ჩემპიონატი GDS-ის მოყვარულთა კლასი პირველი ეტაპი რა და მასავს პირველზე ჯავახა გავიდა და მეორეზე მე გავედი 36 მაგრამ ეგ წელი მოვიგე ხო 2014 წელი სამოყვარულო წამოვიდე რა ფათაშორი ჯავახი ჩაკიდარ მინდა მივესალმო რომ მეც ჩემთვის ძალიან თავისი სტილი აქვს და თავისი ზებურად გადის და კარგად როდის შეიძინე 46 მოდი მაგაზე გადავიდეთ უკვე კონკრეტულად არა რატო გამოტოვე 10 წლიანი 36 წელი არ მინდა ეს 36-ზე ლაპარაკები რა რატო 36-ს ქონდა კაკრას აი ის რომ ანუ მაშინ რა პერიოდია იცი ანუ თავისი ამერიკული M3 ნუ ამოიწურა ეხა პროში ვერივლიდა რა ამერიკული M3 და რატომღაც ეს ჩემი ისე ყველაზე დიდი შეცდომა იყო ძრავების სვავში რომ ჩავსვი X5-ის 4.6 ES-ი რა ეგეც რომ ახსნათ ბარემ რატომ გამოიქეცი ეგრე და აქვე ბარემ ჩავამატებ ნუ ეხა იქ რატომ არ დგამენ BMW-ში 4.4-ს და 5.0-ს რატო სოყავენ ახლა M3-ს მაგაზე ხო გახსოვს პასუხს ხო ანუ კი რეალურად ხო რა 4.4 ეხა მაშინ ქალაქისთვისაც ყავდა რა 36-ები და აი რაღაცა გრანდიოზული არ იყო, ჩქარი იყო, კარგი იყო, მაგრამ ეხა ხო ხდები რა, აი მესამე სიჩქარეში რო გინდა რაღაცა პოლიტიაროს და მე მეგონა რომ 4.6 ცოტა უკეთესი ვარიანტი იქნებოდა და ნუ იდეაში არაფერი. არა რა, თუ რავიმეთი არ ჩაბერე, ატმოსფერული არ გინდოდეს, თუ ჩაბერავ კარგია, კი ბატონო, მაგრამ ეხა მე ბუსტ ყოველთვის გავურბოდი ატმოსფერული მერჩივნა და მაგის მე ეგ რო ამოვაგდე, ეგ იყო LS2 რა, LQ9 რო გავაძრეთ რა და
2016 წელია, ხო, ეგ მაშინ დავქოქე ლინკზე მახსოვს გელაშვილმა ამინასტროიკა ეგ ლინკი ატომი 2016 წელი. ლინკი მეზიზრება ყველაზე მეტად კომპიუტერებში. ლინკი ქონდა, ხო? მე ვიტყვი რომ ალბათ რავი, ჩემი პრაქტიკიდან ერთ-ერთი კაია რა. ეგ უფრო კაია. ბევრად. ვიდავრეთ ეხლა რაღაცაებს ჩვენ. არის მოვა, ანუ ლინკიც ყავდა და ეკუს ყავდა და ეკუ ბევრად ჭკვიანი არის და ვინდრე. ლინკი, ნუ თუ იმით ამბობ რომ ხო რა ნასტროიკებს, ანუ აი პირობითად ელექტროდროსელის მართვა აქვს. იმას შტორმს $1550 ლინკს არ აქვს. ჭირდება $400 ცალკე ბლოკი. ანუ $2 ქვემოთ ლინკს ელექტროდროსელის მართვა პირობითად არ აქვს. ეგრე ვიყიდე და ძალიან დიდი შეცდომა და. რაღაცეებშიც არის ალბათ ყველა და რა და ძალიან დიდი შეცდომა და. ელექტრიკი უფრო გეტყოდით, მაგრამ მე და ელექტროობაც ცოტა ძალიან შევს. ანუ ქართული ჩემი 46 იყო იაპონური ძალიან სვეჟი ძარა, ვერცხლისფერი და იყო მარჯვენა რულიანი თან ამავდროულად. ჩემიც ეგეთ იყო. 330 ვახო, თუ რაზრავით იყო? M3 იყო. M3 იყო? მე იმენა M3 იყო? ხო და მაგას მე მარცხენა რულიან M3-და საბუთებითაც საბუთებითაც გამარჯობა და მე $100 ძმა არ არის პრობლემა და შემდგომ გავაკეთე ის ხო ნუ აქ დავდუგე ნუ ეხლა რო იგივეს ვაკეთებდე სავარაუდოდ პირდაპირ რეკოს დუგებს შავკვიდი და არ ვიცვალებდი მაგრამ მაშინ აქ გავაკეთეთ სად დავდუგეთ ბათუმში არა, წელი შმაგი დამიდუგა რა. შმაგი. შმაგი ხო კარგი ხელი აქვს და რა თქმა უნდა პირდაპირ თუ რა განვიხილე შმაგისთან და თან ყველაფერი ბაშბარები ისინი ყველაფერი გავაკეთე ის ბაკის. ეგ იყო racing tuning ატელიე. პიროს. ხო, პირო იყო მაშინ. კითხვა პირო აქედან. კარგი, გავდუგეთ 46. ძრავი რა იყო პირველი? პირველი ძრავი იყო LS3, მაგრამ მანდაც ჩუგუნის ბლოკით ჰქონდა. ანუ LQ-ს ბლოკი გამოვიყენე, თუმცა ამერიკიდან ჩამოვიტანე პორტირებული ახალი LS3-ის გაუკები, ესე და ნუ ყველაფერი ახალი იყო მე რა. მაგიტო იყო კარგი გამართული. ეგ იყო გამართული 6 და 2. 6 და 2-ის მალევე გამომიჩნდა რეალური კლიენტი, სერები იყვნენ და გავყიდე და მაგანონცა იმის საშუალება, რომ ამერიკაში ვიყიდე LS7 და ვიყიდე E56 კოლოფი. ეს ორივე ეს კონტეინერში მოვათავსე და ჩამოზე ბედნიერი იყავი ალბათ მაგნუმ. LS7 და TMX Magnum T56, ანუ 1 3 4 ღირდა და მაშინაც ეხას ეგრეღიც რა და მე ვიყიდე მეორადი 2.5-ად თუ 2.200-ად მაშინ სადღაც ეგრე. მაშინაც ფული LS7-ს რამდენი ცხენია? LS7 სტოკად 505 ცხენია რა და ატმოსფერულია, ხო? კი. 7-დან 0 და რაღაცა მე ეგის პერიოდია როცა უკან გადავიტანე რადიატორი და ჩემი უცოდინრობის გამო ვერ დავაჰაერე კარგად და ორჯერ ACL-ის ძალიან მაგარი პლატიშები დავხაზე წუთში როგორც კი დავქოქე წარმოვიდგინეთ ორჯერ დავშალე ძრავი მაგის გამო ბოლოს იმ დონეზე გავაფუჭე რომ კალენვალი გამიფუჭრა და ძალიან გაუბრაზდი ამ ყველაფერზე და სტროკერ კიდე ვიყიდე 7 და 2 ლიტრიანი კოვკა კალენვალი შატუნი პორშინით ყველაფერი ვისეკოს პორშინები კომპცარის ისინი იყო კალენვალი და შატუნები მოკლედ ჩამოვიტანე 2000 ცხენზე გატვლილი სტროკერ კიტი რა ატმოსფერულისთვის იდეაში ჩამოვიტანე ავაწყე LS7 ისე ყველაზე მაგარი სტანდარტული LS-ია საერთოდ ატმოსფერულში ძალიან კაია და მე ჩამოვიტანე გამომართე ეგ მყავდა შტორმზე ლინკზე რა და T56 კი ლინკი იყო შტორმი ეგეც გელაშვილმა კი ეგეც გელაშვილმა გააკეთა ხო და ეგ მანქანა გავყიდე ეგრე მაგ ძრავით რა მაგრამ დადიოდი მაგ პერიოდში ძალიან ძალიან მაგრამ ეს მაგრამ დადიოდი მაგრამ აი 46-ით E40 ამით ვერ დავდიოდი ამით მე რო ვიტყვი მაგრამ დავდიოდი მაშინული ამით ჩათვალე ვერ დავდივარ რა არ ვიცნობ ამ მანქანას 40-იან სხვა არის კი აი მაგას ვამბობ 46-ით აი მაგრამ დადიოდი 46-ი გადაღეჭილი მყავს 3 წელი იმიტომ რომ არ ჩამიგდი არ შეჯიბდი არაფერი დაჟე ისეთ პერიოდი მქონდა რომ 1-2 შევძელი ვარჯიში თუმცა ეხა თბილისში რო ცხოვრობდე, რაშიც და ჩამომართვით, ბევრად მაღლა ვიდგები დონის მხრივ, იმიტომ რომ ვარჯიში ეხაც კი არა მთელი კარიერის მანძილზე მაკლია რა და
არ გაქვს. ხო, არ მაქვს გვია. არ გაქვს არის. ანუ მთელი 10 წლის მანძილზე ჩემ ვარჯიში იყო შეჯიბრებამდე ერთი კვირისადმი ჩამოვიდოდი და მაქსიმუმ 1-2 ვარჯიში აი ოფიციალური ვარჯიშები რაც არის შეჯიბრება. 4-5 წლის ურავი დამეწია. შაბათს მოდიოდა, პარკეს მოდიოდა, შაბათს ვარჯიშობდა. მაქსიმუმ 1 დღე მანამდე მეულო რა, მაქსიმუმ. არ გადავიდეთ იმაზე, რამდენი გზის ჩემპიონი ვართ ეხა ამ მომენტისთვის. ჯერჯერობით. მაგაზე პასუხის გაცემა სულ მიჭირს რა. ანუ ნახე წლების არ მახსოვს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაღაცები ჩაიშალა, რაღაცები. ხო და ნახე რა, ანუ 2016 მე მგონი ოფიციალურად წლები არ შეიძლება ვწდებოდე, 17-ში რაღაც ნახევრად ჩატარდა და მაგასაც ვიგებდი. 18-ში მოხდა რომ ერთი ეტაპის ქულები სრულიად გამინულდა. რომ მეულუც და და არ მეულდას ბრალია? აუ ეხლა ვისაც გინდა აბრალეთ მე გამინულდა და გინდა მეულდის ბრალი იყოს გინდა ფედერაციის. ცუდი კითხვა არის. ხო და ისე რა. და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს საპრიზოზე ვიყავით ყოველ შემთხვევაში სულ რა. მეორე, მესამე, პირველი სულ ეს ჩემპიონი მაინც იყო ხო? ხო. შო, ნუ გასაგები არის. კარგი, მოდი რადგან მეულუდს შევეხეთ. კონკურენტებსაც შევეხო და კონკურენტები გეტყვი როგორ მყავდა ჩემი აზრით, რავი, ეხლა მაგას ყველა ხედავ. თავიდან მე და კირვალიძე ubelავდით, მაგრამ კირვალა მიყვარს რა. ჩემს უკანი ძმა. კი, კაცო. ირაკლი რატო დამერთვი, მაგას მე რიგე. კი, კირვალასთან ხო ეხლა კონკურენტობდი, ეგრე გამოდიოდა რა, სულ მაგას ვიყავდით პირველ მეორე ადგილს, სულ რაღაცა ეს საპრიზოზე ვიყავით რა. მერე ნოდო შემოგვემატა ვისთანაც ესე პაექრობდით, ნუ მეულუდი თავისთავად ეხლა მინიმუმ ისი მთელი ცხოვრებისეული პრაქტიკიდან გამოდიოდა უნდა დაედო ეგ თამასა და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და ძალიან მოკლედ მოყევი და ამიტომ მე ჩავიკითხე. ვინ აი კირვალა ნოდო ნოდოს და შენი გარბენი მაინტერესებს. რუსთავში, როდესაც იმაზე ბოლო ფინალში ვერ შევხვდით ერთმანეთს. ვითო ფასტი რო იყო, ოღონდ აქეთ ამხარის. რომ პირველივე მოსახლეებში რო შევასწრდი? ხო, რა მოხდა? ვიტო, რავი, ვიჩქარე რა მოხდა? ვიჩქარე, რავი, ბრო, არ მეგონა თუ ბრო, თვითონ საკაიფოდით კუთხეში. იჩავარდა, მაგრამ თვითონ ისე წამიერად ტორმუზით დაემის და არაფერი გრანდიოზულად არ შენელებულა რა. სავარაუდოდ მე უფრო ვიჩქარე. მაგის თქმა. ანუ გინდოდა რომ უფრო რა თქმა უნდა, მინდოდა პირველივე, ანუ ხო რა. მიწებებული უნდა გაევლოთ. ხო, რა, იდეაში. და მე მეგონა უფრო რაზეც გავიგეთ. კარგი. მეორე შედეგი. და კიდე გაქვს რამე ეგეთი? არა არის. ედმული შეკითხვა. როდინდეს მეუნები შეიძლება არც მახსოვდეს მაგრამ მოხდა ცოტა ახლოს არა ახლოსაც რა მკითხა ახლოს როგორ ეგ რომელი წელი იყო არა ეგ იყო 20 ან 19 არა 20 იყო არა მაგდროს 21 იყო ხო 21 მე მოდი გამოდიოდი მაშინ ეგ იყო ის დრო იყო როცა 46-ით ბოლოს გამოხვედი აი მანდ შეიმაგალა იყო ისეთი როგორც წარმომედგინა 2 წლის წინ მაგ დღემდე როგორი უნდა ყოფილიყო თავიდან რომ ზარა დავინახე კარგი მეულში ხედავ კონკურენტს ოღონდ ძალიან აი ესე მეგობრულად გითხრა კონკურენტს როგორ დავხე კონკურენტს ყველას ხედავ ყველას მაგრამ ეხლა გააჩნია საქართველოს ჩემპიონატისთვის კონკურენტს რო გამოვიდეთ ყველანი თუ ხედავთ ყველა კონკურენტია ვისაც ამბიცია გააჩნია მან ამბიცია რო გააჩნია ჩემზე მოგება უნდა ანუ ყველას ხო ვიღაცა რომ მიგე ხო მოგებ შენს რო დამიგე მოგება და შენს ხო მეც ამიტომ კონკურენტი ყველა უნდა ჩამთვალოს მეც კონკურენტად დაწუნებული რა ფიქრობ და სუსტი მაგას სანამ ხო ვიცი არა რატო უნდა ვაწყენოთ უცხოები ხო არ არის ისეც ხალხი ხო ხედავს ეხლა რა თვალს იმას ნაცავს ვიყიდით ნაცავს ძლიერი და უფრო ძლიერი მაშინ ესე ძლიერი და უფრო ძლიერი რა ჩემთვის ეხლა რავი აი კარგად ვიმსუბერავს როგორც ავიწყე კირვალა როგორ ან ვისანაც გქონდა ბრძო კირვალა ნოდო მეუდი ხერო ვიტო ბოლოს კი არ ვაკეთებ იმის ხერო არის ხო ბოლოს კი არ კი ხეროს კი როგორ არის ხერ მე და ხეროდინაშვილი დადიოდა მე და ხეროდინაშვილი 2014 წლიდან ერთად დავდივართ ან მოყვარულებიდან ხო ძალიან სტადიონი ვიკერი ძალიან
შალიკასთან გივლია? შალიკასთან. მეგონი არა. ერთხელ ვიარე ისიც საბურავი გადაძვრა მას მე მგონი აპრილში რომ კორვეტით გამოვედი მოვიგი გასავს ლილოზე აი მანდ მომიწია ერთხელ მე მგონი. ხო, ამიტომ რავი ეხლა გარედან შეფასებით ოკეი, საკაიფოა, მაგრამ არ მივლია რა ესე ვერ გეტყვი რა. კარგი, მაშინ გადავიდეთ შემდეგ. ხო. კორვეტზე გადავიდეთ. არა, მოიცა რატომ გარდა? 46 თუ კორვეტი? მოიცა 46 არა, კორვეტი ახლა. 46, იმიტომ გავყიდე რომ რა ვიცი, ეს არის მიზეზი მაინც თანხა იყო სავარაუდოდ რა. იმიტომ რომ 2 წლის მანძილზე რა ბიუჯეტით შავდე, ერთიანად დავიღე, 2 წელიც მასი ამონა და რაღაცა სიახლის დრო იყო, ესე ვიფიქრე რა. თან ალბათ კორვეტი იყო ბავშვობის ოცნება, რომ ანუ მე ძალიან მიხარია რომ რავი, ამ სულ ელესი მევასებოდა და სულ მაგის რავს ვიყერე და აწი მანქანას ვიყიდე მაგის. თან ახლა კორვეტი როგორ ამ გევასებოდეს ავტოსპორტი, რავი, კორვეტი. აქვე დავსვავ კითხავს, იმიტომ რომ ჩემ ნახევარსაჯბაკასოს C7 ყავს და ნახევარ C6 და რომელი? ნუ მე C6 უფრო ანუ კლასიკურ კორვეტთან უფრო ახლოს C6-ია. თუმცა ბიჭებო 7-იც შეიძლება მე პირადადაც ვიყოლიო სამომავლოს ქალაქისთვის ასე რომ 8-აც, ანუ ავტოსპორტისთვის ალბათ 6 უფრო რაღაცა კორვეტისეულია. ეთახები მეც. კარგი, გავყიდეთ 46. და ვიფიქრეთ რა გვიქნა. ვიფიქრე რა აუქნა, ეხა 92-ზე ხო ვარ, თან დიდად არ მხიბლობს ეს 92 რა. თან ის პერიოდი იყო, რომ ყველამ 92 იყიდა რა. და მე ესე გაუნაგლდი უცებ ჩემს თავს გადავხედე, რა ზემოდან გადმოვიხედე, რომ მეთქი მოდი თავი ჩათვალე, რომ ის რა ქვია, ანუ გაქვს. მეგობარო და რა შეიძლება გადავხედე ესე თავში და კორვეტი მეთქი და კორვეტი იყო ვერცხლისფერი. ვერცხლისფერი იყო და თან იყიდებოდა აქ ბათუმში ყიდნენ მაგ მანქანას და ვიყიდე რა. კორვეტი ვინ გადუგა? GM-ში ლევანმა გაართვა თავი, კი ბატონო. ლევანს მოკითხვა, მე ძალიან მიყვარს ლევანა. კაბელია ჩვენი. შემდეგ კორვეტზე პირველად ნახეთ ჩვენ კარბონის კარებები. ევარის კარებები, რომელიც კოდუებთან გავაკეთეთ. საექსპერიმენტო იყო, ხო, ანუ აპირებდნენ მაგაზე მუშაობას ბიჭები და პირველი დეტალი გაკეთდა. ანუ აქ არის გაკეთებული. თბილისშია დამზადებული. Made in Georgia, კი. ძალიან კარგი. ისე 4 евро ღირდა ეხა ბლუშთან, მაგრამ არანაკლები გამოვიდა ვიზუალურად. უბრალოდ სხვაობა ის არის, რომ მე ეხა შუშის ჩარჩო არ მაქვს და ეგ მაგ რაღაცა ოხტად მოსაფიქრებელი და მეგობრებო თუ ვინმე შეგიძლიათ რაიმეში კარგი შემომთავაზოთ, აქ ვარ, მოვისმენ თქვენს აზრს. კორვეტი ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ 2 წელი გავიდათ, მან მეხანიკა გავიდა. ხო, მაგრამ სულ ორი შეგიძლიათ რეჟიმში. კი, ხო, ეგრე? მაინც კი. ის არ არის, რაც შეგინდა რომ იყოს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჩვენთაგანი ვერ გავთვალე ბოლომდე ბიუჯეტი, მაგ კორვეტზე დაახლოებით $70 დახარჯული უკვე მანქანის ყიდვიანად და ნაწილებით. ნაწილებს რაც შეეხება, რავი, ეხა FTF-ია პირობითაც წინ უკან გიტარების ავალი, რაც ამერიკაში ერთ-ერთი საუკეთესო, აი როგორც ევროპაში ვაისვაბი ეგეთივია იქ FTF პირობითაც და ანუ კიტი ვიყიდეთ, ჩამოვყენეთ, დავაყენეთ კი თავისი სილვერის კოილოვერებით და რავი, პრუჟინებიც კი ის. ანუ დაკიდების სისტემა ტუნინგია, ტუნინგია, გადუგულია. სუბუქი დეტალები უყენია. ხო, კარებები და ხელის მოხუცი შეიზბეია, რული ხო რაღაცა იტალიელია, დეშბორდი კარბონის ის მაქვს ხო შინ. ელექტრომა რა არის? ისევ ლინკია თუ ეკუა? ეკუა კომპიუტერი ეხა. და უხარდა მეცაი. რა, მაგრამ ევას. წილში ხარ? შოთი რა ხდება? წილში ყავს. შოთი და მე. ეკუზებარ ეხა კი ეკუზებარ და რამდენი ცხელი გვაქვს? 1550, 400. რამდენი გინდა რო იყოს? 800. ბევრი არის. ბიჭო, რავი, არ მიხო 1500-2000 არ ვითხოვ, მაგრამ საქართველოში რამდენი მინდა რომ მქონდეს ეს 750-800 ალბათ. ხო, ეგ საინტერესო ასპექტია. საქართველოში და ზოგადად რისთვის ვაწყობდა მაგას, რაც ფიქრობ, მოდი მაგ თემასაც შევიდეთ. არა, საქართველოში გულისხმობ ჩინურსაბურავს იდეაში, ხო, მაინც ბოლოს მაგაზე მივდივართ თორე სლიკებით, გადავდივარდეთ არ კიდია, ეხა საქართველოში ვლი თუ ევროპაში ერთი არ არის, ანუ საქართველოში გულისხმობ ჩინურსაბურავს რა. ჩინურსაბურავზე ეხა ძალიან ძერს კადრო იაროს თუ მე 4-ში გადატენილი, ნუ არჩე 758-იანი არგი იქნება, ხო. საჭირო არის რა. მე მინდა ეხა რადგან ჩინურსაბურავს სლიქს და რაღაცა შეჯიბს შევეხეთ. ვახო გითხრას
ეხა ამ ჟამინდელად გვაქვს ორი შეჯიბრი, GDS-ი და King of Drift-ი. აჰა. რას ფიქრობ? ქართულ ჩემპიონატში. რავი, რაღაცა ყველაფერი ვფიქრობ მინდა, და რომ- გამოვიდოდი რომელიმეში. ანუ არც ანუ, კაი, მოკლედ სერიოზულად რო გეკცეთ პასუხი, ბიჭო, არ ვიცი რა ვფიქრობ რა, ანუ აი GDS-ში მე პირობითად ცოტა ის სტიმულდაკარგული ვithვარ, ხო, ხოდა რაღაცა მომავალი რო არ ჩანს ეგეთი პონჩი ვარ. გვირავის ბოლოს შუქიც არ ჩანს რა, ჩამქრალი. კინგი რა თქმა უნდა კარგია, იმიტომ რომ მინიმუმს ვიყვის სტიმული რაღაცა საპრიზო ფონდი რო გადავდოთ გვერდზე GDS 10 წელია ტარდება და ეგეთი მსგავსიც კი არ ქონია და ამათმა ოკეი. მაგრამ რა თქმა უნდა კინგი ჯობია რა. მრბოლელისთვის კინგი ჯობია. პრაქტიკისთვის კინგი ჯობია, გამოცდილებისთვის, კონკურენციისთვის. აი მინიმუმ. აი ბიჭო GDS-ი უფრო თითქოს მასშტაბური და ისეთია. აი ბიჭო კინგის ერთადერთი აი ლოკაცია ეს ლილო, ხო ეხა რუსთავის ტრეკთან არ შეიდრება, ხო რაც არ უნდა გავიქაჩოთ, ეხა არ არის ტრეკი. გეთახმები. ხო და თან ეხა მე მაინც ჩემზე რო ყოფილიყო დამოკიდებული რაღაცა სწორზე გავაკეთებდი, მაინც მოვჭრიდი მაგნიტას ბოლომდე ალბათ და რაღაცა აი მიწის ქვეშ ჩასავლელი ექნებოდა ესე და სწორზე და ანუ გვირაბიდან შეიძლებოდა რა მაგის გაკეთება შესაძლებელი არა, ეგეც ალბათ დამატებით დიდხარჯებთან. ნუ რა თქმა უნდა მიწის ხრასთან მეტი რა მეტი ისეც აიგო ტრასა რა მიწის ხრა იყო მან დარჩენ პლუს ბიუჯეტი. აი ესეთი კითხვა მაქვს ახლა რა, ანუ GDS-ი ახლა როგორც არის რა, ბოლო ეტაპები ნახეთ რამდენიმე, სადაც ძალიან ცოტა მანქანა იყო რეალურად რა. 8 მანქანა იყო. ხო, რამ გამოიწვია შენი აზრით ეგ, ანუ რატომ მივედით აქამდე და რატო არ დადეს, ვთქვათ 30 მანქანა ახლა GDS-ი. იმიტომ რომ ნახე ყველაფერი მაინც თანხებთან მიდის, ანუ ვიღაცების ხო რაღაცა პერიოდებით ხო ვიყავით ვიღაცები ეს მაინც კონკურენტი რა. მე ყოველთვის აი მოგონი ეს ფონია და შეიძლება ეხაც მაქვს და ბევრს აქვს ეგ პრობლემა, რომ ფინანსური პრობლემა ყველას აქვს და ძალიან ძვირია ავტოსპორტი ზოგადად, ეხლა რა სფეროში არ უნდა გახედო რომელი განხრითაც, ხო, ანუ ავტოსპორტია რა და მით უმეტეს ჩვენთან ეხლა საბურავების ეგეთი შეიძლება ეხლა ჩვენთან წყვილთარბოლა პირობითად უფრო ადვილადია რომ ვიდრე დრიფტი, იმიტომ რომ წყვილთარბოლაზე ეხლა თუ არაფერი არ დაგემართა შეიძლება ერთი საბურავით ხო, მინიმუმ ნახევარი სეზონია. პირობითად რა, შეიძლება მთელიც, ხო? კარგი მომზადებული მანქანა. ხო და ეხლა აქ მინიმუმ ეხლა 500 ლარი რო წყვილი საბურავი ღირს და ერთი 5-6 რო გინდა უცებ 3000 ლარი ანუ ერთ დღეში არა ერთ საათში ჰაერში გაქვს ანუ მაგას დამატებული ბათუმიდან თავარი შენ აზრით ატომას ბიჭო მე ვფიქრობ იმიტომ რომ ხო თან სტიმული რა ანუ საპრიზო არაფერი მოიგე და რა გილოცავ თას და ღიმილს თუ რა ნუ რაღაცა უნდა აი ნახე გახდი სამჯერ ჩემპიონი და წახვედი სადღაც აი ერთხელ ჩემპიონზე მივდიოდით კაც მოკითხოს მაგრამ ერთხელაც გავხდით აგერ ნოდოს ხო გახდა სამჯერ მაგრამ რა ხო პირობით მე დარწმუნებული ვარ ნოდოს ყურები ჩამოყრა ზუსტად მაგასთან არის განპირობებული რომ აი არაფერი რა და მეც იმიტომ მაქვს სტიმული დაკარგული რომ რა ხვდები ანუ რა ოკეი გავიგე ძლიერი ვარ ნიჭიერები ხართ ბრავო ოჩახ რაღაცები რა ეხლა ჩვენ კი სიამონის გვიხარია ეს ხალხის აყოლს ყველაფერი მაგრამ ჩვენც რაღაცა მიზანი გვაქვს რა ჩვენც გვინდა რომ სადღაც მაღლა წავიდეთ და ჩვენც განვილითარდეთ და გავიზარდოთ ხო ანუ სტიმულია მე რაღაცა მგონია რომ 10 წელი ერთ ადგილზე ვდონატებთ რა ანუ ხვდები რა ანუ მაგიტო ვარ მე ვფიქრობ რომ ხო ვინც არის მე ხო ხვდები ახლა ტოპი რაღაცა სურო ტოპში ხარ მე სადღაც ხო ხვდები დაგაკლდება იქ ენერგია ფინანსებია თუ რაცა იქ ყველაფერი შედეგზე დაისახება და მე აღარც გინდა ეხლა რა ტოპი პაზორ რაღაცა თავი იმის გამო რომ ფული არა ეხლა ვალის მოხდის მიზნით შეჯიბზე გამოსვლა რო აღარ მინდა იმიტომ არ დავდივარ რა შეჯიბზე მინდა გამოვიდე იმიტომ რომ მოვიგო და არა იმიტომ რომ იცი რა სპონსორებთან რაღაცა ვალი მაქვს და მე ვფიქრობ ეგეთ ანუ ხეშად ვამბობ მაგრამ ხო ხვდები რა სიმართლეს ვიზახ ხო მე ეგეთ რაღაცას ვფიქრობ რა ანუ ვალზეც და ფულზეც და რაღაცაზეც რომ მიდგა უკვე და მაგაზია დამოკიდებული ეს ჩვენი შეჯიბზე გამოსვლა არ გამოსვლა რა თქმა უნდა კაც ეს არის ენთუზიაზმი ენთუზიაზმს თუ დაკარგავს ადამიანი ვერას ფულს შოულობს აღარც შოულობს
და აღარც იმის მუღამია ესე. მე დაბრუნებაც სულია ეგეთი ენთუზიაზმის რა, მაგას ვამბობ რა. ნუ ეხა რაშიც აღარ ხარ ჩაგდება რა. ხო, ჩალი, ეხა მე ისე ვარ, ანუ ხო ხტები ეხა რაღაცა დამწყებებით არ ვიქნები, მაგრამ ხო ფორმაში არ ვარ, ეხა მე ვიცი კარგად სულ როგორი ფეხბურთელი არა ვარჯიშო და არა თამაშო ერთი წელი და ვინც არ უნდა იყოს ეხა. სულ რომ მესი იყოს და ეტყობა, ხოლო ერთი წელი არ ვარჯიშია რა. თითქოს ეხა ვერ შეადარებ იმას ფუტბოლელს და იმას, მაგრამ ზუსტად ეგრე არის რა, ანუ ფეხბურთელს როგორ ჭირდება სულ ყოველდღიური ვარჯიში რაღაცა ის. რეაქციაზე ხო უჭირდება. კი, ანალოგიურად არის დრიფტერიც რა. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯესანძიეს და პროსოს ხარჯეს ატრიალებს, მაინც ფიზიკურადაც და ისეც ვარჯიში ხო მანქანის რეაქცია აუცილებელია. მოდი ეხა ვკითხოთ ვახოს რითი დადის ყოველდღიურად. ფეხით მოვიო. ფეხი? მართლა არ ვქო. მეც რო ცხოვრობ და მეც ფეხით ველოდი. ანუ მანქანა ყავს? არა, 1-3 წელი, 4. არა. აუ რა გაი. არ წარმოგიდგენთ, ხო? ანუ არ წარმოგიდგენთ, ანუ რაღაცა მაინც მეგონა რომ ყავდა. ბათუმელი ხო? არა, ეხა მანქანა რო სამჭირდებას უმყავს, მაგრამ ჩემი ეხა ამყავს რა. ქალაქში არ მიწევს რა, არ საჭირო ეს ისე. მე ვიცი რომ ყავს ერთი წითელი ავტომობილი. დღეს გადაფარებულები დავინახეთ. კორვეტთან იყო გადაფარებული. პირველი სერია იყო, იმიტომ რომ BBC-ს დისკები და ხო, მაგ შესაძლებ მოგვიყევი რა საკითხი, რატო დგას? ანუ თან გადაფარებული რო დგას რაღაცას აპირებ ანუ. მოკლედ ვიყიდე პირველი სერია მყავს. რავი არის შიგნით? 16 წლიანი ბიჭი მყავს. არა, რავი არ არის შიგნით. შენ მე რატო ვიცი ყველაფერი მანქანაზე თუ გინდა მოიყვები. ბევრს შეიძლება იცოდეს ეგ მანქანა კიდე რა. ანასი იყო? არა. აბა. საბას მოგითხო? საბას იყო მანქანა. საბას მანქანა? საბას 135-ია. კი, ხო, ეგ. რომელშიც იყო JZ მოთავსებული. ერთი JZ იყო გასული. ეგრე იყიდე თუ არა, მე ზარა შეიძინა. ზარა ამოვიღე ჩათვალე, მაგრამ ამ ზარას მთელი სალონი აქვს, ბრო. მთელი 135-ია სავალი, ხიდი, ტორმუზები, ყველაფერი 6-იანი კოლოფი JZ-ზე გადადუღებული, კარდაინით ყველაფერი ზედარი. ანუ JZ-ი უნდა? ორი JZ-ი უნდა და ეგრევე კოლოფი გადაეცა. ეხლა ნახე, თვითონ თუ აიძახე შენ. მაშინ კორვეტსაც უნდა შევეხოთ რა, თან ამაუდროულად. ვიდი, დასვი და მე კორვეტის გაგზელებას აპირებ ხო თუ გაყიდვა გაჩაფიქრებული გაყიდვა მაქვს. აი აკო უფრო გაყიდვას ფიქრობ და გეტყვი რატო რა. აი იმ თანხებთან ყველაფერთან რომ დავიწყეთ ეხა ნახე რამდენი მიზეზი მქონდა კორვეტის ყიდვის რა. ანუ ის რომ პირველი რომ ძალიან მევასებოდა, მე მეორე რომ ეხა თქვენ რო კომპანია იყოთ რა, როგორ მანქანასთან ითანამშრომლებდით, ცოტა მარკეტინგული გათხოვას იყო. 196. ხო რა, ხოფები ეგეთი რაღაცები, ერთ რომ მასოს გიგიმოცით რა, პირველ შეჯებს რო გავიჩინე, რავი 80% შენი მანქანის ბოტოები მაქვს, სწორად არ უღებდნენ რაღაცას გავსი და ანუ ხოფები რა და ეგრე იქნებოდა. რაღაცას გავსი 100-ს იყო და მე ეხა ამ 2 წლის მანძილზე რომ ხვდები რა, რასთან არის დაკავშირებული რა, 4-ჯერ და 5-ჯერ ძვირია ვიდრე სხვა ნებისმიერი მოდელი და პირველი სერია მაინც ეხა სავალი ნაწილით იგივე 92-ია, თან საკმაოდ გამოცდილი ვარ, ის ყველაფერი გააჩნია და ეხა კომპაქტურია თან სპორტსმენია, უფრო კომპაქტურია და კარგია. ანუ ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა ეხა რომ LS-დან ვახო უნდა გადაჯდეს 4J-ზე. JZ-ზე არ გამოვლისხავს მართლა გითხრათ რა, იმიტომ რომ ეხა ძალიან მარტივი ლოგიკაა რა, ანუ LS-ი რაღაცა რო გამართო მინიმუმ $10 გინდა ეხლა რაცა უნდა შორიდან უვარო, მაინც ეგრეა რა, $10-ს ვფიქრობ JZ-საც მოევლება თავს რა. ნუ მაგრად თუ ვერა, ხო ნორმალურად მე ეტაპობი უეჭველი გექნება. 10 ხენი იქნება. ეს პირველი სერია ფიქრობ GDS-ისთვის გამომწოდებს. აი პირველი სერია ფიქრობ რო ზოგადად. რატო გიცნობ ეცემ გითხოვს მოდიში. სალონია გაწყობილიო, მაგიდან გამომდინარე ხო და ეხა მე რა არა, არა, მე რა სალონია გაწყობილი შეიძლება ცოტა ხანი ეხა შემინანოს დაშლა სანამ ძრავს ყავს რაღაცები და ქალაქშიც ისე ინა ცოტა ხანი ხო ხდები. კორვეტის ეგრე მყავდა რა, ანუ ჩვეულებრივი მანქანა იყო, კატალიზატორებიანი ამბებით, რაღაცა 50000 გარბენით და ერთვენიერ დღეს გარაჟში მივიყვარეთ და დავშალეთ რა. წევრი მომდიოდა, მაგრამ მოკლედ. და ამასაც ცოტა ხანი ალბათ ისეთ წითელია რაღაცა მე რომ მიყვარს ისეთი იმოვა ბიჭი და კარგი მანქანაა, საკმაოდ აი რა უავარიო, კარგი მანქანაა მართლა. აი ხა წითელზე ბიჭზე გამახსენდა, სახელები ქვია შენ მანქანებს? არა. არა. რაც ქვია ისიც ქვია რა. ხო, ჩემთვის ყველა სახელი ქვია. და კიდე გადავიდეთ სპონსორებზე.
მოდი ვნახოთ, ანუ სპონსორობაში რა ხდება საქართველოში. ყავს ამბავიც მობილ. ანუ ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა არ მყავს რაღაცები ვილაპარაკეთ და ცოტა შოკირებული ვიყავი. ხო და ეგეთი ბევრია? ბიჭო, იაფად რომ უნდა, ყველაფერი. ლარათა უმას დაჭრება რაღაცა. ეგ იაფად არ არის. ნუ იმათი განმოსახედიდან ხო ეგრე არის და ჩვენთვის მარაზმია ეხა მაგის მოსმენა, ხო? ავი ეხა კომპანია თრეში 500-ან 1000 ლარი შემოთავაზებ გეხვეწე. სიცხვილია. ნუ დამცინი მეც და ნუ საკუთარ თავს. მეგობრებო, 1000 ლარი არის სადღაც, ნუ აი რო არ ვიმაიმუნოთ 2 წლის საბურავი. ბიჭო, ანუ მე მოდი უცებ მოგიგვარებ მაგამბოს ისიც მას გინდა და სულ მაგას ვამბობ ეხა. ყოველ დრო რა. ანუ მე ვფიქრობ და ეხა ჩემს პირადს გეტყვით და რა თქმა უნდა ვიღაცებმა შეიძლება ნაკლებ თანხაში ვიღაცებმა მეჩი. მე ვფიქრობ რომ საქართველოში სულ ყოფილას რომ სეზონია რომ წელში გამართული იყო და არ იდარდო იმაზე რომ უი ხვალისთვის აბურავი მოვიტო და ვარჯიშო. სადღაც 100,000 ლარი გინდა რა. იქ თუ გინდა 60 იარე და თუ გინდა 150, ეხლა როგორც ვიდა დაარქვიდა. წინა სასეზონო მოსამზადებელი რაღაცა ხო უნდა მიახარჯო მანქანას 1.5-დან 10 დოლარამდე უეჭველი წლის დასაწყისში, ხო? მე ეხლა გადათვალე თქვენ საბურავები და მით უმეტეს ჩემნაირი ადამიანი, ვინც ბათუმიდან ესე კამანდით დადის რამოდენიმე მანქანით და იქ 1-10 დღე ხდება და ხო, ანუ ხო ხდები და ეხლა მინიმუმ ეხლა წელიწადში საარსებოდ მე ესე ვიძახი რომ 100 ლარი მჭირდება, რა. მაგის ზემოთ ეხლა რაც მეტი იქნება, მით მეტად მოეხმარება ჩემი მანქანას, რომ ეხლა მაგედან ვინმე ცხოვრება აიწყოს ეგ გურიზე მინდა კითხო კიდე მე მახსოვს ადოგზე ვიყავი შეჯიბზე მოგითხვა მაგრატია რა ძალიან რა და მაგისტრე რამდენჯერმე ვნახე კიდე რა ძრავი იყო ესე 20 52 იყო ჯერ ხო სტროკერი იყო გორი 3 და 1 იყო 87-იანი Honda Porsche-ები ჰქონდა მახსოვს და გიჟი ამე ვიყო რომ BMW-ს ძრავში Honda-ს Porsche-ები მიდის გიჟი ბიჭო იმიტომ რომ პალეცის ომი იგი მქონდა და ლიცინზით მიდიოდა რაღაცა ყველაზე იაფი ვარიანტი Honda Jeep CR-ზე 2-დან 2 იმიტომ რომ მე რო ძრავი გამიფიჭდა ეგ მითხრეს რომ Honda სიგარი ჩაყარეს მა უგდავია მაგრადადიოდა ძალიან აი რა და სწორზე მიდიოდა ალბათ 46 SM3 მართლადო და მაგით მოიგო ბიჭო ტონა იყო მანქანა კი მე 36-იც ყავდა როგორც მახსოვს 36-იც ყავდა მაგას ისე 30-ევასება ძალიან მაგრამ 36 ქალაქისთვის ყავდა იმ პაკეტი მოტოსპორტებზე ვერცხლისფერი ხო მაგით ადიოდა ხოლმე მან და შენ თუ იცი ანუ რო გავქმდა Pro 2 კლასი აი GDS შევხოთ კიდე ხო ეგ რამოდენიმე წლის წინ იყო ხო როგორ ფიქრობ სწორი გადაწყვეტილება იყო ბიჭო კი ანუ იმის ანუ კი მე გულშემატკივრობ დამწყებებს ოკეი მაგრამ თუ გინდა რომ ხარისხიანი გამოსულა და პროს ჩემპიონატი მაშინ კი მხოლოდ უნდა ყოფილიყო Pro კი, მხოლოდ პროკლასი, იმიტომ რომ უნდა გადაიბარებინა პროური. ვიღაცა მეორე, ან თუნდაც ისევ ის ორგანიზაცია, ან თუნდაც სხვა ორგანიზაცია ყოფილიყო, სხვა დღე უნდა დაეთმოთ. თუნდაც წინა დღე და მეორე დღე ყოფილიყავით, ესე ბევრად კაი იქნებოდა. იმიტომ რომ ეხლა ზაფხულში წარმოიდგინე, რომ დილის 9 საათზე მოსული ვარ. 40 გრადუსის სიცხეში რა და საღამოს 5-6 საათამდე ველოდები, ან მთელი შემართება და ენერგია ხო წამართვი და მე ჩემგან რაღაც ელოდები, ხო? ამიტომ მე დილიდანვე მოტენილი ენერგიით უნდა მიმიშვა რა. ანუ ზორე თუ დამღალე მე რა აზრი აქვს რა. აი, ბოლო კითხვა, რას ვაპირებთ? არ ვიცი, ვაფშე დრიფტს ქართული დრიფტი რას აპირებს? აი, ქართული დრიფტი რას აპირებს მე გეტყვით რა. ისევ შეჯიბრების ჩატარებას, მაგრამ შენ გიხილა 2019-ში. ნახოთ ჯერ რა ზაპირებს და იმის მიხედვით, აი ანუ ერთი და იგივეზე უნდა ვიტრიალოთ რა. მე როგორც მივხვდი ხო, ახლა შემართება რა იქნება იმის მიხედვით რა. იგზე გამოვა სტიმული და შემართება აა, გასაგებია. რავი, თუ გამისო შეიძლება ორივეზე ვიარ, შეიძლება 10-ზე არ ვიარ, შეიძლება ერთზე ან მეორეზე ვერ გეტყვი. თავარი სპონსორებო მიწერეთ. თავარია რისი შემართება, რისი შესაძლებლობა და რისი მუღამი გექნება და იქ მრავალია ენთუზიაზმი. მოდი ამ კითხვით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. მადლობა გიხდით ყველას, მადლობა შენსბაო, შენ გენასწავლე. ჩამოვედით ულამაზეს ბათუმში, სიძბო დაგვახვედრეს, სიყვარული დაგვახვედრეს. მადლობა თოჯინების თეატრს, რომ აი ესეთი კარგი გარემო დაგვითოდა.
ბოლო კითხვა მაქვს, ჩვენთან ესეთი ტრადიციაა, დაუტოვე კითხვა შემდეგ სტუმარს. შემდეგ სტუმარი არ ჩვენიცი, არ ჩვენიცი, ვინები იქნებიან. ამიტომ ბოლოს კიდე სხვა კითხვა და კითხვა ხო არის. რა. თუ კიდე დატოვე. დრიფტერს რო იქ დავუსვათ, არ ეცოდინება ეგ პასუხი და ჩვენთან დრიფტერი რა მოვიდეს? ბოლელები რაც? წესით. კარგი. დავუსკითხო. კაი, მაშინ დასვა. რა კითხვა იქნება შემდეგ? და არც ვიცი ვინ იქნება? არ ჩვენ არ ვიცით, სიმართლე გითხრა. ან მე თუ გამოვალ, შენ თუ გამოვალ, დრობილო და ასე ეგეთი. მე თუ გამოვალ, შენ თუ გამოვალ, შეჯიბს. ანუ ნოდარ, მოდი. ნოდარა მოიწე. აი, მოპირდამი შაგისი, საკაიფო. აი, ანუ ნოდარ თუ გამოხვალ. მე ვეკითხები? ეს მე დაუშვი. პირი, ანაგელია. ნოდარ თუ გამოხვალ. ჩემი მოფიქრი პირიქითა, რა, მე პირიქითა. ახო თუ გამოხვალ. დაუშვი, ეკითხო ნოდარს რო იყო. ახო თუ გამოხვალ. მაგიტომამ ნოდო ჩაწერე, იდეალური კითხვაა. შემდეგ სტუმარი არის ნოდარი. სხვა მინდოდა, მაგრამ ძალიან მადლობა კიდევ ერთხელ. თავი მეგობრებო, აი ესე დასრულდა ჩვენი მედკასტი. კარგად გზადდებოდეთ, გამოვიწერეთ, დავუწერეთ კომენტარები და თქვენ კითხვებსაც შემიახი არის გამოიწერეთ და შემდეგ კითხვებსაც გავითვალისწინებთ კომენტარებში, რასაც დაწეთ. მადლობა, კარგად გზადდებოდეთ. Bye bye.